გამოგზავნოთ საუბარი იდეოლოგიებზე, პოლიტიკურ იდეოლოგიებზე. გახსოვთ, რომ ერთ-ერთ ლექციაზე, როდესაც პოლიტიკურ პარტიებზე ქონდა საუბარი, ჩვენ დავაჯგუფეთ პარტიები მემარჯვენეობა, მემარცხენეობასთან მიმართებაში. ეს ტრადიციული კლასიფიკაცია პოლიტიკური პარტიებისა და ის რეალურად ხდება სწორედ ამ პოლიტიკური პარტიების იდეოლოგიების მიხედვით, ანუ ამ პოლიტიკური პარტიების განცხადებული პროგრამების მიხედვით თუ როგორ მსჯელობენ ისინი გარკვეული საზოგადოებრივი მიზნებთან მიმართებაში. ჩვენ წეგან მახსენეთ, რომ არის 4 ძირითადი მიზანი, ეს არის უსაფრთხოების, ეს არის კეთილდღეობის, ეს არის თანასწორობის, ეს არის სამართლიანობის მიზნები, თავისუფლების მიზანი და ამ მიზნებთან მიმართებაში არსებობს მეტნაკლებად კონსენსუსი დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომ ყველა ეს მიზანი ღირებულია, თუმცა თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს მიზნები, არის განსხვავებები. ჩვენ დღეს შევეცდებით სწორედ ამ ძირითადი იდეოლოგიებს შევხედოთ სწორედ ამ მიზნებთან მიმართებაში და აღმოვაჩინოთ, რომ მაგალითად კომუნიზმსა და იგივე კონსერვატიზმსა, კომუნიზმსა და ლიბერალის შორის ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა თვითონ ამ მიზნების პრიორიტეტობასთან დაკავშირებითაც. რაც შეეხება მემარჯვენეობა, მემარცხენეობის ცნობილი ჩვეულებრივი სქემა აქაც გამოიყენება, სადაც ფაშიზმი და კომუნიზმი თავისთავად რაღაცნაირად დაახლოებულია ამ წრეზე. მართალია ფაშიზმი მემარჯვენეობის ყველაზე რადიკალური ნაწილშია, ხოლო კომუნიზმი მემარცხენეობის ყველაზე რადიკალურ ნაწილში, მაგრამ თავისთავად ეს ამ ორი იდეოლოგიას ძალიან ბევრი აქვს საერთო. მაგრამ რასთან მემარჯვენეობა, მემარცხენეობა, ეს კითხვის ნიშანი, ეს კითხვა ყოველთვის არსებობს. რასთან მიმართებაში მემარჯვენეობა, მემარცხენეობა თავისთავად ეს ამ კითხვაზე პასუხის გაცემის გარეშე ლოგიკას მოკლებულია ნებისმიერი ტიპის კლასიფიკაცია. მოდით ერთმანეთთან შევადაროთ ძირითადი პოლიტიკური იდეოლოგიები, ვიდრე მე მიზნებთან მიმართებაში გვექნება შედარება. ძირითად სახელმწიფოს როლთან, მაგალითად სახელმწიფოს როლსა და ინდივიდუალისტთა მიმართებაში. სახელმწიფოს როლთან მიმართებით, მაგალითად ყველაზე რადიკალური იდეოლოგია შეიძლება იყოს ანარქიზმი, რომელიც სახელმწიფოს გაუქმების იდეით გამოდის, ძალიან ახლოს დგას ამ იდეასთან, მისი აზრით საზოგადოებას აქვს თვითრეგულირების ის მაჩვენებლები, რომ სახელმწიფო არანაირად, ასე ვთქვათ, საჭირო არ არის, სახელმწიფოს არ აქვს არანაირი დადებითი ელემენტი. რა თქმა უნდა, ანარქიზმის გადმონაშთები დღესაც არსებობს, მაგრამ ეს მიმდინარეობა ძალიან პოპულარული იყო, მაგალითად მე-19 საუკუნის რუსეთის იმპერიაში. და სხვათა შორის თუ შევხედავთ სახელმწიფოს შექმნის თანამედროვე თეორიებს, თეორია, რომელიც ეწინააღმდეგება ეგრეთ წოდებული საზოგადოებრივი ხელშეკრულების მოდელს და რომელიც ამბობს, რომ არანაირი შეთანხმება საზოგადოებისა არ არსებობდა სახელმწიფო შექმნის შესახებ და არამედ სახელმწიფო პირიქით არის დაუგეგმავი შედეგი ძალაუფლების კონცენტრაციისა, ანუ ეს არის საზოგადოებაში მმართველებისა და მმართველების გაჩენის ლოგიკური შედეგი, დაუგეგმავი, მაგრამ ლოგიკური შედეგი და არანაირად რაღაცა კონტრაქტი, რომ უსაფრთხოების საკითხები დაძლეული იქნას, ალბათ სწორედ ანარქიზმის გარკვეული ელემენტებით სარგებლობს. რაც შეეხება კომუნიზმის და ფაშიზმისთვის, აი მეორე უკიდურესობისთვის, სახელმწიფო თავისთავად ღირებულებაა და სახელმწიფოს უნდა მიეცეს ეს ტოტალური კონტროლის საშუალება, რამდენადაც მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის, მასაკისრია ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულება, ეს არის იმ საზოგადოების გარდაქმნა, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო აცდა განვითარების საჭირო გზას. თავისთავად საინტერესოა, რომ ანარქიზმში და თუნდაც ტოტალიტარულ იდეოლოგიებშიც ამოსავალი წერტილი სწორედ ამ საზოგადოების გაკეთილშობილებაა, ანუ მთავარი მიზანი ამ საზოგადოების დაბრუნებაა სადღაც იდეალურ სამყაროში, რომლიდანაც ის ამოგლიჯეს სხვა მიმართულებით განავითარეს, მაგრამ განსხვავებით
და ანარქიზმი მაგალითად კომუნიზმიც ასევე ამბობს რომ სახელმწიფო გარკვეულ ეტაპზე გაუქმდება, მაგრამ ამ ეტაპზე ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია, რასაც თქვათ ანარქიზმი არ ეთანხმება. მოდით ახლა შევხედოთ იდეოლოგიებს ბაზრისა და თავისუფლების, ანუ საბაზრო პრინციპებთან, ბაზართან მიმართებაში სახელმწიფოს როლისა და ინდივიდუალურ თავისუფლებასთან მიმართებაში სახელმწიფო როლის მიხედვით, ანუ კიდევ უფრო განვავრცოთ ჩვენი სქემა. ამ შემთხვევაში ჩვენ შევხედავთ, რომ აი ავტორიტარიზმის ერთი მხრივ ავტორიტარიზმი, მეორე მხრივ თავისუფლება, ერთი მხრივ მემარცხენეობა როგორც სახელმწიფოს მნიშვნელოვანი როლი ეკონომიკაში და მეორე მხრივ მემარჯვენეობა როგორც სახელმწიფოს შეზღუდული როლი ეკონომიკაში, სხვადასხვა იდეოლოგიები შეიძლება ესეთი სახით განლაგდეს. სტალინიზმი აქ შეიძლება კომუნიზმის ერთ-ერთი ფორმად მივიჩნიოთ, ეს არის უკიდურესი მემარცხენეობა სახელმწიფოს როლთან დაკავშირებით და უკიდურესად სახელმწიფო როლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება. მეორე მხარეს არის ნაციზმი, აი ჩვენ ისე წრეს თუ შევკრავთ აქ გარკვეულწილად დავინახავთ, რომ სტალინიზმი და ეს კომუნიზმის ეს ფორმა და ნაციზმი ერთმანეთს უახლოვდება. მაშინ როდესაც თანამედროვე სოციალ-დემოკრატია უფრო ინდივიდუალიზმისკენ იხრება, თუმცა სახელმწიფოს როლსაც აღიარებს, ხოლო ლიბერტარიანიზმი ჩვენ ასე ვთქვათ იხრება როგორც თავისუფლების მაქსიმალური ინდივიდუალიზმისკენ, როგორც ადამიანის უფლება, ანუ ინდივიდუალურ უფლებებთან მიმართებაში, არამედ ასევე ბაზრის დერეგულაციასთან მიმართებაში. უამრავი სხვაგვარი სქემა შეიძლება იქნეს გამოყენებული, უამრავი სხვადასხვა ასე ვთქვათ მოდიფიკაციით, მაგრამ ჩვენ მაინც ძირითადად წარმოუდგენია, რომ გქონდეს თუ რასთან მიმართებაში მემარჯვენეობა, მემარცხენეობა, აი ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ ეს იდეოლოგიები. დღესდღეობით ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ლიბერალიზმი არ არის მიუხედავად იმისა, რომ ხშირად იგივე ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიულ და კონსერვატიულ რესპუბლიკურ პარტიას თუ აიღებენ, ამბობენ, რომ ლიბერალური იდეოლოგია ეს არის უფრო დემოკრატიული პარტიის მთავრდები, ხოლო თქვათ კონსერვატიზმი ეს არის უფრო რესპუბლიკური პარტიის იდეოლოგიური საფუძველი. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ თანამედროვე ევროპული თუ თანამედროვე შეიძლება ითქვას გლობალური დემოკრატიული იდეოლოგიის ამოსავალი წერტილი თავისთავად არის ლიბერალიზმი, რომელიც არ არის მკეთრად ჩამოყალიბებული იდეოლოგია, არამედ ეს არის იდეოლოგიათა ნაკრები, შეიძლება ეს ითქვას, რომ ეს არის თავისთავად შეიცავს ძალიან მნიშვნელოვან ჭალებში თავისუფლებას იდეოლოგიებისთვის, ანუ ლიბერალიზმი არის კონგლომერატი, კარგი გაგებით, რომელიც აერთიანებს უამრავ იდეას, რომელიც აღიარებს უამრავი იდეის არსებობის საშუალებას, მას საფუძვლად უდევს განმანათლებლობის ტრადიცია და ის შეიძლება დღეს მისი კლასიკური ფორმისაგან ის დღეს მოდნავ გადახრილია და აღიარებს ვთქვათ კეთილდღეობის სახელმწიფოს ფუნქციას, აღიარებს საზოგადოებაში თანასწორობის იდეალს, მაგრამ იგივე თანამედროვე კონსერვატიზმიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავისთავად ლიბერალიზმიდან იღებს სათავეს, ანუ შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე კონსერვატიზმი გარკვეულწილად კლასიკური ლიბერალიზმის ძალიან ახლოს დგას. სწორედ ამიტომაც არის ალბათ, რომ არსებობს კონსენსუსი, ან სწორედ ეს არის ერთ-ერთი გამოხატულება კიდევ იმისა, რაც აქამდე ვახსენეთ, რომ დღეს მიზნებთან მიმართებაში საჯარო პოლიტიკის თუ საზოგადოდ პოლიტიკის მიზნებთან მიმართებაში კონსენსუსი არსებობს წამყვან მოდერნულ საზოგადოებებში და სწორედ ამის მიზეზი, ამის გამოხატულება არის ლიბერალიზმი, რომელიც თანამედროვე დემოკრატიას უდევს საფუძვლად, რომელსაც დღეს ჩვენ ლიბერალურ დემოკრატიას ვუწოდებთ. მეორე ნაწილი მოდით აქ დავასრულოთ და დასკვნით მესამე ნაწილში საუბარი გვექნება აი სწორედ ამ მიზნებთან მიმართებაში ძირითადი იდეოლოგიების ძირითად განსხვავებებზე.